ევროკავშირის ლანძღვის სათავეში კვლავ შალვა პაპუაშვილია, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, უკმაყოფილოა იმით, რაც მოისმინა ევროპარლამენტის ხდომათა დარბაზში და ამბობს, რომ ახლა ევროპული ღირებულებების ერთადერთი მცველი არის თავად ქართული ოცნება, მისი გუნდი, სხვა ყველა, ვინც ახლა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებები არიან ევროპარლამენტარები, მისთვის არის საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობა. არაერთხელ ახსენა შალვა პაპუაშვილმა დღეს სიტყვით გამოსვლისას ეს ტერმინი, როდესაც საუბრობდა ევროპარლამენტარებზე, მაშინ ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რისთვის ჩავიდა ქართული ოცნების ორკაციანი დელეგაცია ევროპარლამენტში ზუსტად იმ დღეს, როდესაც ეს საგანგებო დებატები უნდა ჩატარებულიყო საქართველოსთან დაკავშირებით. გამოქვეყნდა ფოტოები, ვის შეხვდნენ ვახტანგ თურნავა და გიორგი ჩაკვეტაძე და სამი დეპუტატი, რომელთან ერთადაც ფოტოები გამოაქვეყნეს, მათ არც ერთი არ ესწრებოდა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებს, მათ შეეძლოთ ესარგებლად სიტყვით, მათ შორის გაივრცელებინათ და ესაუბრათ ქართული ოცნების მხარდამჭერ გზავნილებზე, თუმცა მათ ამ სიტყვით არ ისარგებლეს. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რისთვის ჩავიდა ქართული ოცნება იქ. შალვა პაპუაშვილი ლანძღავს ევროკავშირს და ამბობს, რომ ევროკავშირისგან ევროპული არაფერი დარჩა. მოისმინეთ ეს შინაარსისას და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვა ამას ჩვენ ერაფერს ვერ დავარქმევთ. ეს არის ფაქტობრივად ხდება დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი. მათ შორის გვარებსაც რო უყურებთ ხომ საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის წევრები, ქალბატონი იუკრევიჩიანი, ქალბატონი გრიგორიევა, შეგახსენებთ, ის არის მეკობრეების პარტიის წევრი. ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი, რომელიც და ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაში უკანაც. სინამდვილეში ჩვენ ვართ დღეს ევროკავშირის დამცველები. და რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვები, მათ შორის პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვფრთხილდები და დღეს ევროკავშირს თავს მომსხდარი არიან ევროპულობის მტრები, რომლებიც აცლიან ევროკავშირის ყველაფერს, რაც არის ევროპული და მას აქცევენ საბჭოთა კავშირის 21 საუკუნის ანალოგიად. ასე რომ ბურთი არის ბრიუსელის მოედანზე, მათ უნდა გამოასწორონ მათივე გაფუჭებული. ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოასწორებთ. ბრიუსელმა უარი თქვას საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზის ცვლილების წაქეზებაზე. მეორე, ბრიუსელმა უარი უნდა თქვას საქართველოში ფარულ დაფინანსებებზე და სანქციების გვერდისავლის სქემებზე. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისგან ითხოვს სიებს, ვინ არის მათი შეფასებით პოლიტიკური პატიმარი, განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიოდში მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ და მოწოდებები. ასეთი მოწოდებები აქამდეც ბევრი იყო, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა ეს მოთხოვნა, მათ შორის ეუთო საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა პირისპირ უთხრეს ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყავლაშვილს, შალვა პაპუაშვილს ამის შესახებ და ახლა უკვე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან როგორც ევროპარლამენტარებმა, ასევე ევროკომისიის წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი და ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილი ითხოვს სიას, ვინ არის ევროკავშირისთვის ასეთი პოლიტიკური პატიმარი. ის ამბობს, რომ ყველა სამართლიანაძის ციხეში და ევროკავშირს ადანაშაულებს პოლიტიკურ ტრეფიკინგში, როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ვინაიდან მისი შეფასებით ყველა, ვინც ახლა ციხეშია, ისინი ევროკავშირის დავალებებს ასრულებდნენ. გამოდგა ბატონი კომისარი და გამოუშვით პატიმრებიო და ამაზე რატო არ გიშდებათ კითხვა, რომ ყოველ ჯერზე ვკითხულობთ. აი ევროკავშირი რო ამბობს, რომ გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებულები. აი ხომ გუშინაც ხო თქვენს გაათავისუფლეთ უკანონოდ და სია მოგწევთ ერთი ვინ გავათავისუფლოთ. სიას რატო არ გვაძლევენ? თქვენი აზრით სიას რატო არ გვაძლევენ? რატო არ გვაძლევთ? კი, ყოველ ჯერზე ვამბობ, გვაჩვენეთ სია, ვინ არის უსამართლოდ დაკავებული. იცით რატო? იმიტომ რომ აი კითხვა გაჩნდება, უნდა ჩასვან თუ არა სააკაშვილის შიგნით. ჩასვავენ ვაია, არ ჩასვავენ ვუია. როგორც კი მაგათ ჩასვავენ, ხო ამ სიას ავიღებ და ავაფარებთ სახეზე ყველა მათ ელჩსაც, მათ კომისარსაც და პარლამენტის წევრსაც. ხო ავაფარებთ ხელზე სახეზე, იმიტომ არასდროს არ დებენ სიას. იმიტომ რომ იციან სიამლეში რომ ვერცერთს ვერ და კონკრეტულად ვერცერთს ვერ იტყვიან რომ ვინმე არის უსამართლოდ დაკავებული, იმიტომ იციან ძალიან კარგად რომ არა მხოლოდ სამართლიანად არის, არამედ მათ ჩასვეს ისინი ციხეში და დღეს ცდილობენ ივაჭრონ პატიმრებით. ეს არის ფაქტობრივად პოლიტიკური ტრეფიკინგი, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის მხრიდან, როდესაც არის ვაჭრობა ადამიანების ბედით.
ითხოვენ სიებს, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც არაპირებენ, რომ ვინმე გაათავისუფლონ ციხიდან. ქართული ოცნება ძალიან უკმაყოფილოა, როგორც მოისმინეთ იმ დებატებით, რომელიც შედგა ევროპარლამენტის სტრასბურგის სესიაზე და ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმის, რომ მათ ევროკავშირზე ახალი შტურმი მიეტანათ.